ყოველ დღე ჩვენ ხედავთ არათუ კრიზისში მყოფ ხელისუფლებას, არამედ სუპერ შეშინებულ ხელისუფლებას. კითხვა უჩვევთ, იმიტომ რა უქმნის ახლა ეს რამდენიმე ასეული კაცი გამოდის ქუჩაში თუ არ გამოდის ეს როგორ უქმნის თითქოს პრობლემას ამ ხელისუფლებას. მარტო მე შედეგს ვერ მივახცევ, მაგრამ მე თუ ხელი ჩავიქნიე და მე რა დავტოვე მარტო. ესე იგი ის შედეგი კიდევ უფრო შორს წავა. ხალხს გაუსვა გაჩა რომ აი კობახიძეს აბარებს ხელისუფლებას ბოლომდე და ეს რამდენად შეიძლება მართალი იყო. ეს თუ რამე გადაბარებას შევადარებ, ეს როგორი გადაბარებაა, იცით? აი ხელყუმბარა რომ ეჭიროს ხელში თან გახსნილი გამოცლილი მათისა და ეთი მე რა შენ ჭირი მე რა შენ გენდობი რა აჰა რა შენ კონდეს ეს. ამბობენ რომ აი პოლიციელების დაშავდაო და დაუშვათ რომ დაშავდა პოლიციელების და ამის გამო ყავთ 50 კაცი დაჭერილი რომელიც არავინ არ იცის მათ მიერ დაშავდა თუ არა ეს პოლიციელები და აქეთ ამხიდან ერთი პოლიციელიც არ არის დაჭერილი ერთი პოლიციელიც ეს არის სუპერ მნიშვნელოვანი თემა ყველაზე მნიშვნელოვანი მე თუ მკითხავ თუ ამას აკეთებ შენ არაფრით არ განსხვავდები არც წინა ხელისუფლების იმ საშინელებებისგან არც როდიონოვისგან რომელმაც ასე ფიზიკური ძალით და ნიჩბებით გააჩინა სამართალი. მე როგორ უყურებთ ამ საკითხს? ეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. უნდა შეძლო არჩევნები არ ჩაატარებინო. ეს უნდა მოახერხო თუ ამ ხელა იმაზე მიდიხარ ან უნდა მიხვიდე და ისე დაამარცხო სადმე მაინც მაგალითად თბილისში რომ ფეხზე ვეღარ წამოდგეს. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. დღეს უწყვეტი პროტესტის 157 დღეა. უკვე 157 დღეა, რაც რუსთაველის გამზირი ყოველდღე იკეტება. ზოგჯერ ბევრი ხალხი მოდის, ზოგჯერ ცოტა, მაგრამ პროტესტი უწყვეტად გრძელდება. ეს პროცესი ხელისუფლებას აშკარად ნერვებს უშლის, რადგან მათ კანონის შეცვალეს და პროტესტის მონაწილეებს 5000 ლარით აჯარიმებენ. ხოლო იმ ფონდებს და მათ ხელმძღვანელებს, ვინც ამ ჯარიმებს იხდიან, სახლებში უვარდებიან და ჩხრეკას უტარებენ, როგორც ეს ამ კვირაში ვნახეთ. თუმცა გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც მაინც ნიჰილისტური განწყობა აქვს პროტესტის მიმართ და სვამენ შეკითხვას, რა აზრი აქვს ასეთ პროტესტს, რა შედეგს მოიტანს ის. აიძულებს თუ არა ასეთი პროტესტი ხელისუფლებას დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. იქნებ ღირს რაიმე შევცვალოთ, მაგალითად ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ასე შემდეგ. როგორია პროტესტის პერსპექტივა? დღეს გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრებთ და ჩვენი სტუმარი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი. მოგესალმებით ბატონ დავით. გამარჯობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის და მინდა რომ ერთგვარად შევაჯამოთ ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო პერიოდში არჩევნებიდან მოყოლებული. ხო, რასაც თვალს ვადევნებთ, ეს განუწყვეტელი საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის განცხადება, მერე აქციები თითქოს გაჩერებული ურთიერთობა დასავლეთის ქართულ ოცნებასთან, ყველაზე დაბალ დონეზე დაყვანილი და მაგრამ ეს ყოველდღიური აქციები, რომელსაც დღეს ბევრი უყურებს ეჭვის თვალს, რა თქმა უნდა, რა აზრი აქვს ამ აქციებს. ეს ყოველდღე რუსთაველს კი ვკეტავთ, მაგრამ არაფერი არ იცვლება და რაღაც აი ნიჰილიზმის გაჩნდა, თუმცა მაინც არსებობს რაღაც იმედი და ვიღაცები მაინც გამოდიან და აქტიურობენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს, რა ეტაპზე ვართ? მე მგონი სრულად აშკარაა რომ 35 წლის განმავლობაში რაც ახალი საქართველოს წელთაღრიცხვა დაიწყო ეს განვლილი 6 თვე თითქმის უკვე ყველაზე რთულია იმ თვალსაზრისით რომ არის ხანგრძლივი არის კრიზისი მასშტაბური არის კრიზისი უპრეცედენტო არის საზოგადოებაში პოლარიზების უმაღლესი ხარისხი და ამ პროცესში თანამონაწილეა თითქმის სრულად მსოფლიო იმიტომ რომ დემოკრატიულმა სამყარომ დაიკავა სრულად ცალსახა ერთი ტიპის პოზიცია არადემოკრატიული სამყარო რუსეთის მეთაურობით არა მხოლოდ ხელებს სიბჩნეტის იმით რაც საქართველოში ხდება არამედ მეორე მხარის ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მხარის აქტიური მხარდამჭერი მკვებავი პროპაგანდისტი და ყველაფერია ახლა ამ 35 წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენ მქონია თავისი დამანგრეველი ძალით გაცილებით რთული კრიზისები ეს იყო სამოქალაქო ომი ეს იყო აფხაზეთის ომი ეს იყო რუსეთის შემოჭრა საქართველოში და რა თქმა უნდა თავისი ასე თქვა დამანგრეველი ტრაგიკული ძალით ჩვენ ამ კრიზისს მას ვერ შევადრით მაგრამ მეორე მხრივ ყველა ის მოვლენა რაღაც გარკვეულ დროში იყო მოქცეული
რაღაც მომენტში განვითარდა, კულმინაციას მიაღწია, მე იმ კრიზისებიდან თავის დაღწევა ქვეყანას ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც დაიწყო კრიზისებიდან თავის დაღწევის ეტაპები. დღეს ამ კრიზისს ჯერჯერობით კულმინაციისთვის არ მიუღწევია, ანუ გადაწყვეტა რომ კრიზისის თემა არის და მე ვფიქრობ რომ კულმინაცია იყო აი დეკემბერ-ნოემბერში, როცა მრავალრიცხოვანი აქციები იყო და ეხლა არის ისე მინავლების პროცესი მრავალმხრივია, ის მრავალი შრისგან შედგება. რუსთაველზე პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობის განსაზღვრა კულმინაციების და ზევითქვევით ამპლიტუდების ეს ერთი შესაძლო განზომილებაა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ის ხალხი ვინც რუსთაველზე უფრო ხშირად და მეტი იდგა, იმ ხალხის ასე ვთქვათ განწყობები არ შეცვლილა. მათი დამოკიდებულების პროცესადმე არ შეცვლილა და თუ ყველა ერთად დაიღალნენ ვიღაცებს ნიჰილიზმი გაუჩნდა. ვიღაცები კიდე მოიმართნენ, ვიღაცებმა კიდე შემოდგეს ფეხი ამ საქმეში. ეს დინამიური პროცესია, ეს არ არის რაღაცა სამხედრო ოპერაცია, სადაც ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად ესა თუ ის ათეული თუ პოლკი თუ ბატალიონი დგას. გადმოადგილდება, დაიძინებს, გაიღვიძებს ამ შემდეგ. ეს არის თავისუფალი ადამიანების პროტესტი და თავისუფალი ადამიანები თავისი გადმოსახედიდან აფასებენ, როდის რა ტიპის მოქმედება არის მისი მხრიდან შესაძლებელი ადეკვატური ისტორია შემდეგ. მაგრამ ეს არის ერთი სიფრთხე პროტესტის, ერთი სიფრთხე კრიზისის. მეორე სიფრთხე ეს არის პოლიტიკური სისტემის შიგნით არსებული მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ასეთ ვითარება არასოდეს არ ქონია, როდესაც რომელიმე წინა მმართველ პარტიას მარტო და დამოუკიდებლად შერჩენოდა ხელში სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულებები და დანარჩენი პოლიტიკური ძალები ასე ერთსულოვნად ყოფილიყვნენ არათუ ოპოზიციაში და მკაფიო ოპოზიციაში, არამედ გამიჯნული ყველა შესაძლო ტიპის პოლიტიკურ სახელმწიფო სისტემებთან. ამ კონკრეტულ საკითხში პარლამენტის დატოვება ოპოზიციის უმეტესი ნაწილის მხრიდან, ხო, ამ შემთხვევაში მისი ეფექტი პირველ კვირებში, დღეებში იგრძნობოდა უფრო მეტად და რაღაც გარშემო ხალხს ეს მნიშვნელოვანი მოვლენად მიაჩნდა, ანუ ნენელა შესაძლოა რაღაცა შეგუება მოხდა, რომ ხო არ არის ეს ხალხი იქ და ხო, ჩვენ ამბობთ, რომ აი კრიზისიო, მაგრამ არის კი ხელისუფლების გადმოსახედიდან ეს კრიზისი, ხო? ხა ბევრი ფიქრობს, რომ ძალიან მარტივად ოპერირებს ხელისუფლება ამ ვითარებაშიც და ამას როგორც კრიზისს არ აღიქვამს თითქოს. ეცით ყველაზე ნათლად სწორედ ხელისუფლების განცდა ჩანს კრიზისობის. სხვა შემთხვევაში ის მოქმედებები თითქმის ყოველდღიური ასე ვთქვათ დემონსტრირება იმისა, რომ არა მე ყოჩაღი ვარ, მე მაგარი ვარ, დაგიჭერ, არ გაგიშვებ, გცემ, რაღაცას ჩავიდენ, ახალ რეპრესიულ კანონს მივიღებ. ანუ ყოველ დღე ჩვენ ხედავთ არათუ კრიზისში მყოფ ხელისუფლებას, არამედ სუპერ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ ემანდ ვინმემ თუ სისუსტე შემამჩნია, თუ ოდნავ მაინც ნაბიჯი უკან გადავდგი, ან სწორი მიმართულებით გადავდგი, შესაძლოა ეს იყოს უკვე ის ზვავის ეფექტი, რომელიც ან ჩამიყოლებს. და არ ეყო რუსული კანონი. და წავიდა და ამერიკული უნდა მოვიტანო ფარაო. თუ რუსული არ გინდათ, ამერიკული ხო გინდათო. დამასობაში ამ რუსული არ გააუქმა და ფარაც მოიტანა. რატო? იმიტომ რომ თუ რუსული კანონი რაღაც საკითხებს მათ ვერ უფარავდა და უგვარებდა, ახლა ფარაც თარგმნეს. შესაძლოა წავიდნენ ხვალ რამე არ ვიცი, იაპონური ნახონ 1650 წელს რამე მიღებული იქ, როგორც ფარა ამოჩიჩქნეს 100 წლიანი ისტორიის აქტი და ამით აკონწიწებენ საკანონმდებლო სივრცეს. ნახეთ, სადამდე მივიდა მათი შიში და კრიზისობის განცდა, რომ ესე იგი ნომერი პირველი ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება და სახელმწიფო სისტემის მიმართ მკვეთრი ფრაზების გამოყენების უფლებაც, რაც ელემენტარული მონოპოლია კაცობრიობის და თავისუფლების, მათ კანონები მიიღეს ესეთი, რომ ესე იგი პოლიციას თუ კარგად არ შეხედე და რაღაც ცოტა მიმიკაზე დაგეტყოთ, რომ ცოტა სერიოზულად არ უყურებთ. შეიძლება ჩათვალონ შეურაცხყოფა მიაყენე და ციხეში ჩაგცვან ამის. კრიზისს რომ არ განიცდიდეს და რაღაცნაირად შეშინებული და სუპერ შეშფოთებული არ იყოს, ცხადი ამას არ გააკეთებდა. ხო, მაგრამ აი ეს კითხვა უჩვენებს, იმიტომ რა უქმნის ახლა ეს რამდენიმე ასეული კაცი გამოდის ქუჩაში თუ არ გამოდის, ეს რა როგორ უქმნის თითქოს
პრობლემას ამ ხელისუფლებას? ეს კითხვა აქვს ბევრს. პრობლემა ხელისუფლებას აქვს ბევრს, ვისაც პროტესტში უნდა მონაწილეობა, მაგრამ ამბობს, რომ აი უკვე აზრს ვეღარ ხედავს ან ასე შემდეგ. მოდი ამ თემას მოუბრუნდეთ, იცით? აი აზრს ვეღარ ხედავს ნაწილში. ვერავის ჩვენ ამ თემას და მე პირადად ვერც მორალურად და ვერც პოლიტიკურად ვერც თქვას ვასწავლი, ვერც მოუწონებ, ვერც დაუწუნებ ადამიანები თავად წყვეთ, როდემდე შრომობთ, ვიბძვით ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, კეთილდღეობისთვის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების ბედნიერებისთვის. ნუ ადამიანები ზოგჯერ რაღაცით იღლებიან არათუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებით, არამედ არ ვიცი, სამსახურში იღლება ზოგი, აღარ უნდა რაღაც, არ ვიცი, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, ან კიდევ მეორე ოჯახურ ვითარებაში აღარ უნდა თავის აღარ შეუძლია წვლის შეტანა. ვამართლებ, შემიძლია დავეთანხმო, ვერა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ რა ვიცი, სანამ პირსი სული გვიდგას, რასაც ქვია, ის მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის აქ მხოლოდ და საჭირო და აუცილებელი. სამშობლოს ემსახურო და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შევიტანო ამ პროცესებში და ამ შემდეგ, არის ელემენტარული ამბავი, საკუთარი თავმოყვარეობის განცდა. კი, მე ვიცი, ამ ქვეყანაში დაღლილი საზოგადოება ათეულობით წლებით იყო დაღლილი, ხელჩაქნეული, უიმედო. რაღაცა 35 წლის იქეთ, რომ ორჯერ 35 წელი იყო, ესეც ვნახეთ. მაგრამ ვიცით, რომ ის სისტემა დაასრულა იმ ადამიანებმა, ვინც არ დაღლილან, ვისაც ხელი არ ჩაუქნევია და ვინც ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ მერაბი აკეთებს და მეც გავაკეთებო. ან მე და მერაბი და დაკეთებს. ხო და უყურეთ, ხო და ეს გაკვეთილი ხო გვაქვს. ესე იგი, მერაბი აკეთებს და ამიტომ გავაკეთო კი არა. მე რომ ვთვლი ჩემი ღირსების ნაწილად, თავმოყვარეობის ნაწილად, ჩემი პასუხისმგებლობის ნაწილად, იმას ვაკეთებ. იცით, მაგალითისთვის ის კონკრეტული კადრები მოქალაქე რუსთაველზე ძირს დაგდებული და მე იმას პოლიციელის რა ვიცი რაღაც ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ასე უკუღმა ქუსს რო ურტყავს სახეში მე მეორე მოდის დახედავს და დაარტყავს ფეხს და გადააგდებს კიდე იმ ადამიანს ეცეთ ამის შემხედვარი ადამიანი იმიტომ რომ ეს ფეხი არ არის იმ კონკრეტული ადამიანის ფეხი ეს არის იმ ხელისუფლების სახე ის სახელმწიფო რომელშიც ახლა ეს ხელისუფლება გვაცხოვრებს და დავიღალო ამაზე პროტესტით ამისი გამოხატვით არა შეუძლებელია იმიტომ რომ მაშინ უნდა შევეგუო იმას რომ მეც ვდივარი შედეგი რა აქვს აი ეს საინტერესოა ხო შედეგი დგება ზოგჯერ 2 დღეში ზოგჯერ 2 თვეში ზოგჯერ 2 წელიწადში მაგრამ შედეგი იმასთან დაკავშირებით რომ როდის მივახცევ ჩვენ ამას დამოკიდებულია ბევრ რამეზე რა თქმა უნდა მარტო მე შედეგს ვერ მივახცევ მაგრამ მე თუ ხელი ჩავიქნიე და მერაბი დავტოვე მარტო ესე იგი ის შედეგი კიდევ უფრო შორს წავა ანუ დროში გაიწელება ეს ერთი მეორე შედეგი დამოკიდებულია შიდა ფაქტორებზე გარე ფაქტორებზე ჩვენ გვინდა უკეთეს ხელისუფლების მიღება ხო ეს არის ამოცანა ხო ამ შედეგამდე ჩვენ უნდა მივსულიყავით წინა საპარლამენტო არჩევნებით 1 წლის წინ ჩვენ მგონი ვისხედით ოღონდ სხვა ბაღში და იქ ლაპარაკობდით რომ აი მოდის ის დღე და ის არჩევნები როდესაც შედეგს უნდა მივახციეთ ის შედეგი იმ კონკრეტულ მომენტში ვერ მივიღეთ ხო შეგვიძლია მაშინვე ჩაგვიქნია ხელი რომ ნუ აი არ გამოვიდა და წავიდა ჩაიქნია ხალხმა არ გამოდიოდა ქუჩაში სანამ ყობახიძემ ის არ გააკეთა რაც არ გააკეთა 28 ნოემბერს ხო ესე იგი ეგ მაგალითი შესაძლოა იმაზეც მეტყველებს რომ 28 მაისს კიდე რას ჩაიდენენ ესენი და რა კიდე როდის აღმოჩნდება რაღაცა ვიღაცისთვის ბოლო წვეთი ეს ცალკე თემაა კიდე ამის იმედად ვერ ვიქნებით თორე 28 ნოემბერი ჩვენ ხوار დაგვიგეგმავს ანამ მოგვიმწიფებია ეს ასე მოხდა და მე ეს მოხდა ხო მე კიდე სხვა რაღაცეები მოხდა უბრალოდ რეალურად უნდა შევხედოთ მდგომარეობას. ერთი მხრივ მე როგორც მოქალაქე რას ვაკეთებ? ვიღლები თუ არ ვიღლები, ვეგუები რაღაცას თუ არ ვეგუები, ძალიან ხმამაღლა გამოთქვა ამას თუ ნაკლებად ხმამაღლა. ეს არის მორალურ ზნეობრივი კატეგორია და ამ ნაწილში მგონია რომ შეუძლებელია შევეგუო რამეს ოდესმე, როგორ გამოვხატავ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მეორე ასე ვთქვათ სიფტყე, ეს არის მოქალაქე როგორც მოქალაქეს მე რომ რაღაცეები მავალდებულებს ვიყო სოლიდარული პოლიტპატიმრის მიმართ და უკანონოდ გათავისუფლებულის მიმართ იმ ადამიანების მიმართ ვისაც ხელისუფლება ადამიანებად ართulis და აქ გამოვხატო სოლიდარობა და მესამე არის უკვე პოლიტიკური თემა და პოლიტიკურ თემაში ჩვენს რეალობაში დღეს ამ თვეებში ჩვენ ხედავთ იმ ყველა პრობლემის თავმოყრას რაც შესაძლოა 35 წლის განმავლობაში თლაც სწორად არ და ვერ ვაკეთეთ.
იმიტომ რომ შეიძლება რომ საჯარო სამსახურის სრულიად ასე ვთქვათ ფართო წრეებში ხედავთ იმ ტიპის შემგუებლობას ამ რეჟიმის მიმართ, რომელიც ამ ხალხის 80%-ს ალბათ ქონდა წინა რეჟიმის მიმართ. დამასვაში ეს ორი რეჟიმი თუ ორი ძალა ერთმანეთს განიხილავს როგორც აი მოსისხლემტერი ცოტა ისეთ დაბალი კატეგორიის სიტყვა შეუთავსებელი ერთი მეორის განადგურებას და მეორე პირველის არ დაშვებას და ასე შემდეგ დამასვაში 80% საჯარო მოხელეების ამ რეჟიმებს ემსახურება ერთგულად. სახელმწიფოს კი არა, სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს ერთგულად, მაგრამ არა ლიდერების ნებასურვილს და სასამართლოებში გადაწყვეტილები გამოაქვთ რაღაც იმ დაჯარიმებებზე ამაზე და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს თან აპარებს ასე იმას შემონათვალებს რომ იცით რა პრაქტიკა ასეთი თორე ჩვენ კი არ გვინდა მაგრამ პრაქტიკა ასეთი და ასე შემდეგ უამრავი მაშინ როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები იმ დაკისრებული ჯარიმის იმას რა ქვია შემოწირულობას უკეთებენ დაჯარიმებულ ადამიანებს ბევრია ასეთი მე მას ვერ გავასაჯაროებ, თუ მათ თავად უნდა თვითონ გავასაჯაროებენ, როცა ჩათვლიან საჭიროს. სხვათა შორის, ეს რომ ხელისუფლება ასე სასტიკად ებრძვის, ამ შემთხვევაში გულისხმობ ჯარიმების ოდენობას, ხო 5000 ლარამდე გაზარდა რაღაც ქუჩაზე დადგომის გამო ჯარიმა, ხო? და მე ებრძვის ასე დააწიოკა ის ფონდები რომლებიც ხალხს ამ 5000 ლარს უხდის, ნიშნავს იმას, რომ ეს თუნდაც რამდენიმე ასეული კაცის დგომა რუსთაველზე როგორ უშლის ნერვებს ხელისუფლებას. ანუ როგორ უქმნის პრობლემას რო არ უქმნიდეს, უნებრივია ხა ასეთ რაღაცებზე არ წავიდოდა, ხო, ხა ჩხრეკები რომ მოაწყო, ხა ფეხმძიმე ქალის სახში, იმის გამო რომ აი ჯარიმებს რატო უხდის ვიღაცა ამ ხალხს. ეს არის სწორედ. ეს არის ინდიკატორი, ალბათ, ყველაზე ერთ-ერთი უტყუარი რომ ხელისუფლება კრიზისშია, ხელისუფლებაა დაღლილი თუ ვინმეა დაღლილი, ხელისუფლება არეულდარეული თუ ვინმე არეულდარეული, ეს ბოლო საკადრო ცვლილებები იქ წამყვანი ფიგურა სისტემაში, სუსის ხელმძღვანელი, რომელიც რა უქნეს, რატო უქნეს, რა მოხდა, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ სრულად ვერსია. რა თქმა უნდა მაქვს, იმიტომ რომ ეს იყო მორიგი ეჭვიანობის სცენა ამ შემთხვევაში მთავარი ჭანჭიკის მხრიდან, ანუ კობახიძის მხრიდან, რომელმაც მოახერხა იმ ასე ვთქვათ ივანიშვილის შეშფოთებაც, იმითი რომ კონკრეტულად ლილუაშვილთან საერთაშორისო წრეებიდან შენარჩუნებული იყო თანამშრომლობა ზოგადად ეხლა ამ ხალხმა სახელმწიფოებრიობის არაფერი იცის და საერთაშორისო ურთიერთობების თორე მე და თქვენ კი ვიცით რომ ამ ტიპის სპეცსამსახურების თანამშრომლობა ეს ყველა ეპოქაში სხვა მოვლენაა და ეს იმ ტიპის ზოგად და გრძელვადიან თემებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს და შეერთებული შტატების და თურქეთის და არ ვიცი ისრაელის და სხვა სპეცსამსახურები მუდმივ დონეზე თანამშრომლობენ პოლიტიკური სიო საერთოდ არ უნდა ქროდეს. მაგრამ ამ ეჭვიანობის და სხვა ამბების ნიადაგზე ეგ მოხდა იქ ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრი უცებ შემოგვაკლა ხო? შეიძლება დარჩა რომ ივანიშვილის უშუალოდ მისი კადრები ვინც იყო, დაიცალა მთავრობა, გომელაური დარჩა მარტო და ხალხს გაუსახაშა რომ აი კობახიძეს აბარებს ხელისუფლებას ბოლომდე და ეს რამდენად შეიძლება მართალი იყო. ეს თუ რამე გადაბარებას შევადარებთ, ეს როგორი გადაბარებაა, იცით? აი ხელყუმბარა რომ ეჭიროს ხელში თან გახსნილი გამოცლილი მაქვს ისა და ერთი მე რა შენ ჭირი მე რა შენ გენდობი რა აჰა რა შენ კონდეს ეგ ხო ივანიშვილი ასე გახსნილ ხელყუმბარა კობახიძეს უფრო მეტად რა მიზნით ანუ რა გაგახვა ბევრი სხვადასხვა შეიძლება ნომერი პირველი ის არის რომ ივანიშვილს რაც აღელვებს საკუთარი პერსონალური ბედი და მომავალი ამისთვის ხან ქვეყანას წირავს, ხან თავისივე გუნდის წევრებს, ხან ხალხს, ხან სტრატეგიულ პარტნიორებს და ასე შემდეგ. ანუ ის ცალსახაა, რომ სახელმწიფო წრეებში პრაქტიკულად უპრეცედენტო არეულობაა. ახლა პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილი გვიცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა უკვე კაცო. აი ახლა ისეთი გუნდიაო და ისეთი ამბებია ქვეყანაში. არ გაგახსენათ თავან ერთი პრემიერის წასვლის ამბავი? იმდენიმე წავიდა ასე, ერთი პარლამენტის თავმჯდომარეც გაგვეპარა ერთი, გახსოვთ რაღაცა ძალიან საქმეს უნდა მოუკვდა ხელიო და გავიხედე და აღარ იყო რა და ერთი კვირის წინ
თავად თოვა შეხვედრა და საუბრობდით საპარლამენტო რაღაც ესეთ ინსტიტუციურ ამბებზე. ბატონი კუჭავა, ხო? დიახ. სოციალ ნორმალური ადამიანი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სისტემისთვის. და ბახტაძე გახსოვთ? კი. მე უკვე დავწერეო ყველაფერიო, პროგრამა შევქმენიო, ქვეყანას სწორ გზაზე დავაყენეო, მორჩენილია ყველაფერი და ახლა მე წავედიო რა თქვენ მან რაღაცებს. ხო და ახლა როდესაც უპრეცედენტო კრიზისია, სოფლიო ოცნებას უყურებს როგორც ესე იგი არა მხოლოდ დემოკრატიულობის ხარისხის გამო, არამედ ცივილიზებულობის ამბავში. ახლა როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად მომუშავე ადამიანი გამოაცხადებს და ბრიტანელებს მიუსამძიმრებს, რომ თქვენი მრავალსაუკუნოვანი დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა დაასამარათო, იმიტომ რომ ჩვენო სანქციები დაგვიწესეთო და აი ბრიტანეთი დაემხო. როდესაც ეს ადამიანები იმ განცხადებებს აკეთებენ და ასაც აკეთებენ ევროპაზე და ახლა ტრამპიც უკვე მსხვერპლია deep state-ის და ასე შემდეგ, აქ უკვე იმდენად თავმოჭრილია ეს ქვეყანა, რომ ამ ვითარებაში ამბობდეს პარტიის თავმჯდომარე ყველაფერი კარგადაა და წავედიო, ეგრე არა. მაგრამ ჩვენ მე მგონი ვხედავთ ერთ ასეთ რამეს, მე რა ვინაიდან ორი დღე არ არის რაც ვაკვირდებით თუ რა ვიცი ვართ პროცესებში სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც ჩართული რომ აბა შეხედეთ ერთ კონკრეტულ ტენდენციას. ივანიშვილის ახლა ეს ბოლო წმენდა თუ რაღაცა რაც არის თუ გადინება თუ გვერდზე გასვლა. აი რა განსხვავებაა იმ ხალხს შორის, ვინც დარჩა ჯერ კიდე და ვინც ახლა წავიდა და ვინც წინა პერიოდში წავიდა. ანუ თვალებში ადამიანს რაც უფრო მეტად ეტყობა სიცოცხლის ნიშანწყალი, საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი ღირსების, საკუთარი აზრების, საკუთარი თავის ზიდვის უნარების და ასე შემდეგ, მით უფრო მიუღებელია იმ ტიპის ავტორიტარულ ტოტალიტარულ რეჟიმისთვის, რომელიც ერთგულება უპირობო მორჩილება აქვს ამოცანად. რა განასხვავებდა ღარიბაშვილს, თქვა მისი შემდგომი პრემიერისგან? იმიტომ რომ მას თვალებში რაღაცა უკიაფობს. თავისი პერსონალური ამბიციაც აქვს აშკარად. თვითონაც უნდა რომ რაღაცა, ესე იგი, იყოს ვიღაცისთვის საქმეში. იქ ხო მაინც და მაინც უარს არ იტყვის თუ აღმოჩნდება შესაძლებელი რომ რამე, ესე იგი, ფინანსურადაც უფრო მოძლიერდეს. არ იტყვის უარს თუ კი მისიანებს ცოტა ხელს წაარტყავს, წაკრავს რომ ისინი მოძლიერდნენ. და გარე სამყაროსთან ურთიერთობაშიც, ესე იგი, ცდილობს რომ თავი დაიმკვიდროს, ანუ თავი წარმოაჩინოს როგორც მეც. ბატონებიძინას კაცი კი არა. კიდე მეც ხო რაღაცები, მაგრამ რაღაც შემიძლია ცოტა ისეთ თვალი ჩაუკრას ვიღაცას, ეს უკვე სახიფათოა. ეს უკვე სახიფათოა. ამიტომ ახლა ლილუაშვილი ხო, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა და სხვა შორის წინა პარლამენტში ლილუაშვილი ახერხებდა რომ ესე იგი ოცნების პოლიტიკა და ყველაფერი დაეცვა, მაგრამ შეურაცხყოფი არ მიეყენებინა იქ ოპოზიციისთვის და შესაბამისად ოპოზიციაც ამას ითვალისწინებდა, აკრიტიკებდა, მაგრამ მაინც და მაინც ესე იგი შეურაცხყოფებზე არ გადადიოდა. როგორც ჩანს, ესეც მიუღებელია ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ბაჩიაშვილი რო გაეპარა სულს, შეიძლება ეკოფილიყო რაღაც მიზეზი. არ ვიცი. ჩვენ მე მგონი მარტივად შევთავაზოთ იმაზე, რომ ეს არის ძალიან აშკარა მანიშნებელი სერიოზული კრიზისის და ეს სახელმწიფო სისტემაში ეს გაგრძელდება. და დაიჯერებს, რომ სანქციებს არ აქვს ნიშნულოვანი და სერიოზული გავლენა ამავე წრეებზე. უკვე არსებობს და წავიდა ღარიბაშვილოს სანქციების ეშინო და ეს ვერსიაც არსებობს. ბევრი რამაა. ერთი წუთით არ გისურვებ ამას არანაირად, მაგრამ თვალები დახუჭე თუ არ დახუჭე, მაგრამ წარმოიდგინე რომ აი იქ ტრიალებ. და როგორც ადამიანს, როგორც პროფესიონალს, როგორც მოქალაქეს, როგორც თავმოყვარე ქართველს, რამდენი მხრიდან გექმნება სუპერ რბილად რომ ვთქვა დისკომფორტი. ანუ ესე იგი მონაწილეობ ამ წარმოუდგენელ ფარსში, როდესაც გამოდიხარ და ევროპას გაიძახი და ამასობაში ყველა შესაძლო გზით ევროპიდან შორს მიდიხარ, ამ ნავში ზიხარ, რომელიც გამალებით ნიჩვებს უსვავ, შენც გაიძახი რომ ღირსებით ევროპისკენო იქ მივდივართო, ჩვენო აქეთო და ამასობაში ზუსტად იცი რომ არა, კი არა, იქით მიდიხარ. ამ ხელა ტყუილში მონაწილეობ. მერე, როდესაც ამ პროცესში უკვე ჩართულია
იმ ტიპის ძალადობრივი მანქანა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა მთლიანად ეს ოცნება და ეს ამბავი, ხო? 26 მაისს რაც რუსთაველზე დამართეს მაშინ პროტესტანტებს, აი ქუჩაში რო ეყარა ხალხი იმ რაღაც თასმებით ხელშეკრულები და იმათ რო ურტყავდნენ მურმანდუმბაძე გახსოვს აქედან სახსალამათი ვნახეთ რუსთაველის ქუჩაზე მიმოვალ რომელიც დაწეს ხელი და მე მეორე დღეს თელავის თუ ყვარლის იზოლატორში აღმოაჩინეთ შემთხვევით იმიტომ რომ მურმანობა არ ეტყობოდა მას ისეთი ნაცემი იყო და იმ სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი ახლა მონაწილეობს და თან უნდა პირი მოწმინდოს და პიარი გაუკეთოს იმ მოქმედებებს, როდესაც ასე სახსალამათ ადამიანს სამი პოლიციელი სტაცებს ხელს, პოლიციელი არასწორი სიტყვა მე პოლიციელს ვერ უწოდებ იმ ადამიანებს, ავიც ვინც არიან. სახსალამათი ადამიანი შეყავთ შიგნით იმ თავიანთ რიგებში და 5 წუთში ვხედავთ ამ ადამიანს სიკვდილის პირას მიყვანილს. ახლა უწოდა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ცუდი ინციდენტი მოხდა. ახლა მოდი გავარჩიოთ ეს. თუ ეს ასეა, მაშინ ამ ცუდი ინციდენტის თაობაზე რა ზომა მიიღო იმავე პრემიერმა? არასასიამოვნო ინციდენტი. ო, რა არასასიამოვნობის რა ეთყობა? პირიქით, მას ძალიანაც ესიამოვნა ეს. თუ არ ესიამოვნებოდა მეორე დღეს და მეშვიდე დღეს ეს არ განმეორდებოდა. ეს ხომ არ იყო? გავაჩერეთო. ხო, რამე როდისო? დინარაძემ თქვა უკვე, რომ არ ჩვენ მოგვეწონაო და გაიცაო იქო განკარგულებ რომ ეგეთ რამე აღარ გამეორდეს და მე შეწყდაო, მაგრამ ჯერ ერთი არ შეწყვეტილა. მე სულ მაინტერესებს, ანუ პოლიციელი რომ დანაშაულს ჩაინდეს, მისი სასჯელი არის რომ დინარაძეს არ მოეწონა. ეს არის სასჯელი დანაშაულზე. მე ვთქვა რომ ჯერ აღარ გააკეთო, როცა დაგჭირდება გააკეთეთო. და ასევე არ შეწყდა ის კამპანიას ტელეფონებით რო გვირეკავდნენ. და ოჯახის წევრებს, ბავშვებს და მოხუცებს და შვილებს და მათ რას არ ჩადიოდნენ. და ეგ საიდან მოდიოდა და რო გაჩერდა, მე ხო ჩართეს ისევ. ანუ სისტემა ხო ხელში უჭირავს ამის გამკეთებელი. როცა დაჭირდება ისე ვიზამენ. ხო და სისტემა ესე იგი გამოიყენა, თავისი როლი შეასრულებინა, ეს ხალხი ამ ჭკუაზე მობილიზებულ, გაწვრთნილ, მონდომებული ყავს და ხო, დამჭირდება გავაკეთებ. და აბა რა ხდება ახლა ისინი შევიდნენ ისვენებენ და ეხლა პროკურორები დარბიან თორემ მაშინ უნდა დასაჯვა რა დამნაშავე ერთი მაინც პოლიციელი ამბობენ რომ აი პოლიციელების დაშავდაო და დაუშვათ რომ დაშავდა პოლიციელების და ამის გამო ყავთ 50 კაცი დაჭერილი რომელიც არავინ არ იცის მათ მიერ დაშავდა თუ არა ეს პოლიციელები და აქეთ ამხრიდან ერთი პოლიციელიც არ არის ერთი პოლიციელიც კი ეს არის სუპერ მნიშვნელოვანი თემა ყველაზე მნიშვნელოვანი მე თუ მკითხავთ აი როცა ვამბობთ რატო არა აი ამ ხელისუფლებას და რატო არ შეიძლება შეეგუო ამ ყველაფერს ეს იმიტომ რომ ფუნდამენტურ საკითხებთან გვაქვს საქმე ადამიანობის თემასთან გვაქვს საქმე და ის ვინც ასე ამსჯელებს თავის მომხრეს რომ იქ ქუჩაში რო ხედავთ რომ გდია ვიღაცა და იმას წიხლებს ურტყავენ და ასე ეპყრობიან ის ცუდი კაცია იმიტომ რომ იმას რაღაცა აქვს ჩადენილი უყურეთ როდესაც ჩვენ ეს ხელისუფლება ჩვენს მოსახლეობას უნერგავს ასეთ ღირებულებებს თუ ასეთ წარმოდგენებს რომ ხელისუფლებას იმიტომ აქვს ძალაზე ექსკლუზივი და ყველა ხელისუფალს ძალაზე ექსკლუზივი აქვს რომ ფიზიკურად გაუსწორდეს ვის მას არ მოწონს ანუ ფიზიკური ძალა გამოიყენო ვიღაცის დასასჯელად იცით ამაზე კაცობრიობამ უარი თქვა ასეულობით წლის წინ და თქვა რომ შენ ხელისუფლებაო ფიზიკური ძალით კი არ უნდა დამსაჯო. შენ კანონით უნდა დამსაჯო. შენ ფიზიკური ძალა პოლიციელი თავისი ნიღბით და ყველაფრით. იმიტომ გაქვს რომ წესრიგი დაიცვა. თუ მე ვარღვევ წესრიგს, კი ბატონო, მომაწვე. თუ ძალიან ვარღვევ, დამაკავო. თუ კიდე უფრო ძალიან დავარღვიე, დამსაჯო და ციხეში ჩამსვა, მაგრამ ამ პროცესში შენთვის არავის არ მოუწია მისხალი უფლება, რომ ამ პროცესში შენ მე თავში წამომარტყა. ის კი არა რომ ფეხები მირტყა და თუ ამას აკეთებ, შენ არაფრით არ განსხვავდები არც წინა ხელისუფლების იმ საშინელებებისგან, არც როდიონოვისგან, რომელმაც ასე ფიზიკური ძალით და ნიჩბებით გააჩინა სამართალი და არც კიდე სხვა უბედურებებზე და ყველა დამპყრობზე. და რა ქვია იმას, როდესაც ასეთ ამბობს პრემიერ-მინისტრი არასასიამოვნო რამდენიმე ინციდენტს. ამას ქვია ის რომ მხოლოდ ამიტომ მე და თქვენ და არ ვიცი ვინც სხვანაირად აზროვნებს უკვე ის რას ვფიქრობთ ეს ერთია, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის შემხედვარე კვლავ ამბობს, რომ ხო, არა, მოცნება ჯობია იყოს რაღაცების გამო, არ ვიცი. იმიტომ რომ შეხედეთ არ მგონია ეს თეორიული იყოს, მე მგონი მარტივად ავხსნით რას, ცით. არსებობს ვალდებულება და არსებობს პასუხისმგებლობა.
ვალდებულება ნიშნავს, რომ რაღაცის გამო კონტრაქტით, კანონით ან რაღაცით პირდაპირ გეკისრება ჩვენ, ან მე რაღაცის ვალდებულება, უნდა ავიღოს და გადავდო აქეთ. პასუხისმგებლობა სხვა რამეა. თქვენ ახლა არ გაკისრიათ ვალდებულება ჩემი უსაფრთხოების. არაფერი არ გავალდებულებთ ამაზე. მაგრამ ვინაიდან აი აქ მომიწვიეთ ინტერვიუსთვის, ხო? მეტი პასუხისმგებლობა გაქვთ იმაზე, რომ აქ ამ გარემოში ჩვენ შევძლებთ მუშაობას. და თუ რამე ხმაური გაჩერდა, ზეგან იყო. თუ არ გაჩერდებოდა, თქვენ იყავით შეწუხებული უფრო. ხო, ბუნებრივად ადამიანური ამბავია, რომ ხო, აქ მოვედით და ვაი, რაღაცა ეხა უყურე. ეს თემა ეგ კალაძე და ის იყო ვაკის პარკის ის საშინელი ტრაგედია, მაშინ გამოვლინდა ეს ამბავი, რომ რამ ექნა მე ხوار უნდა ჩამერთო თუ გამომერთო, მე ხوار ვიყავი ვალდებული. ვალდებული არა, მაგრამ პასუხისმგებელი რომ სისტემა მუშაობდეს სწორად, რა თქმა უნდა ხარ. და როდესაც ხედავ რომ სისტემაში ამის გაკეთება არის არათუ ესე ვთქვათ მოთმენილი, არამედ წახალისებული, იმიტომ რომ იქ ერთმა ხო არ გააკეთა ეს, აი წაქცეულ წიხლები და სასიკვდილო ცემები და ასე შემდეგ. ადამიანები ამას აკეთებენ, დანარჩენები დგანან და იქ ვინც დგას, ამას ითმენენ. უშუალოდ ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ამას უყურებს და ახალისებს, იმიტომ რომ არ გაგვიგია სამსახურიდან დათხოვნაც კი ვინმესი ამის გამო. მერე ზევით მივდივართ და იქ ვიღაცა მდინარაძე ამაზე რაღაც ჟონგლიორობს, პრემიერი ამას, ესე იგი რა იმ ნორმალურ ქვეყნებში რა ხდება ხოლმე? ასეთ ინციდენტს ეგრეთ წოდებული. აი ნახეთ ევროპაში როგორ არბევენ მიტინგებს და რაღაცა ეგ არგუმენტი აქვს. ამერიკაში. ეს ყველაფერი, ესე იგი, ამ როდესაც ნახევარსიმართლეს აწვდი, ხო, მაშინ თითქოს ასე წარმოაჩენ. მაგრამ იმ ამერიკაში რამდენი პოლიციელის თაობაზე რამხელა ამბები განვითარდა. რამდენი მერი გადადგა, რამდენი პოლიციის უფროსი წავიდა. რამდენი უბედურება მოხდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ეგ არის, რომ როდესაც ინციდენტია, როდესაც ვიღაცას ხელი გაექცა, ნერვებმა უმტყუნა, რაღაცა არასწორად ჩაიდინა, ხდება ასეთები, ხდება. მაგრამ ის თუ გამოვლინდა, ამაზე მერე სახელმწიფო როგორ რეაგირებს? იძიებს, სჯის, იღებს ზომებს, ვიღაცა ხელმძღვანელი ვინძევით იყო, თუ ასე წაახალისებს. ამიტომ ამ ტიპის ესე ვთქვათ ჟონგლიორობით და პროპაგანდისტული აქციებით არაფერი არ გამოვა. ხელისუფლების მომხრეებს აქვთ ასეთ დამოკიდებულება, რომ ეხლა შენ ხელისუფლების დამხობა გინდა, გამოდი ხარ ქუჩაში და მოგხვდება მუშტი, აბა რა იქნება ხა, ტყუილად ხوار დაგელაპარაკე, ანუ ადამიანებისთვის ეს ნორმალური რაღაცაა, რომ პოლიციამ შეიძლება ამის გამო გცემოს. შენ თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, არ ვიცი, რაღაცა. იმიტომ რომ მიგვათრევენ შუა საუკუნეებრივ სიბნელეში. მაშინ ასე იყო, ხო, ვიღაცა ფეოდალს თუ მეფეს თუ ვიღაცას შეეძლო და მარტივად ვიღაცა დაესაჯა, არ ვიცი, და 1000 რამ ჩაედინა. და ეს არის სწორედ რომ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან ამ ტიპის პროპაგანდით. იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი არის რაღაცა, მე მოგიტანე კონსტიტუცია უნდა გაჩუქო, შენ როგორც ჭეშმარიტ მოქალაქეს ჩემი აზრით ერთ-ერთს, ამას ახლა დაუბრუნდები ამ კონსტიტუციას, მაგრამ უყურეთ, აქ წერია ბევრი რამ და კიდე ამაზე უფრო სქელი წიგნი გვაქვს. ჩვენ, რომელსაც ქვია სისხლის სამართლის კოდექსი. იმ კოდექსში წერია, ყო ჩამონათვალი რა არის ცუდი, აკრძალული და რის გამო შეიძლება დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან. მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, თქვენი ქონების მოპარვა, კიდე 1000 უბედურება. ეს გავიგეთ, მაგრამ იმავე წიგნებში რეები წერია, რომ პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური. ანუ ვიღაცამ ეს ჩაიდინა და ამიტომ მთელი კვარტალი ახლა უნდა აგაწიოკო. ან თუ კი იმისი მეგობარი იყავი, ესე იგი შენც არასწორი ადამიანი ხარ და უნდა დაგსაჯო ერთი. მეორე, სანამ სასამართლო დაადგენს ამას, რომ გამოდგებიან და ყველას წინასწარ განაჩენს გამოუტანენ, რომ ვინ არის და ვინ რას იმსახურებს და როგორ. ეს უდანაშაულობის პრეზუმპციაზე დგას ის სახელმწიფოებრიობა. მეორე, ამ პროცესში თუ მესამე, ამ პროცესში სამართალდამცავი რო ქვია ვიღაცას, სამართალდამცავისგან ჩვენ ვითხოვთ 100%-ით სამართლის დაცვას. იმიტომ რომ ჩვენ შევარჩიეთ, დავიქირავეთ, მოვიყვანეთ, შევამოწმეთ და ვიცით რომ ეს სამართალს დაიცავს. ის რასაც ქუჩაში ეს ხალხი აკეთებს, რასაც სასამართლო დარბაზებში ეს ხალხი აკეთებს, ამას ქვია სამართლის სისტემური დარღვევა. ეს აღარ არის სამართალდამცავი. ჩვენ ვიცით რომ 4 მილიონი მოსახლეობაში შესაძლოა არის ვიღაცა მოძალადე. ეს შესაძლო მოძალადე რომაა, ამიტომ ბიუჯეტის რაღაცა, რა ვიცი, მე მგონი მეოთხედი გათვალისწინებულია ამ უწყებების ფუნქციონირებისთვის. ამდენი პოლიციელი, ამდენი ჯარისკაცი, ამდენი პროკურორი, ამხელა ციხე, ამდენი სასამართლოები. რისთვის გვაქვს ეს ყველაფერი? ზუსტად იმისთვის, რომ თუ ვინმე ერთმა ან ორმა რამე დააშავა, იმას სათანადო მიუძღოთ. ის დავსაჯოთ.
და არა ეს ესე 1000-ობით ადამიანი აქციო სამართალ დამრღვევად. სხვათა შორის როგორც ჩანს, ხელისუფლების მომხრეების რაღაც ნაწილსაც არ მოეწონა ეს ამბავი, რომ ასე ცემდნენ, ასე უხეშად ემხრობოდნენ, მათ შორის ქალებს და ასე შემდეგ. და ეს უკმაყოფილება ეტყობა შინითაც არის და მე სწორედ მაგალითად ამას უკავშირებ აი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ მიზნით რომ გაგვახსენონ აი ისინი როგორი უარესები იყვნენ. თავიანთ მომხრეებს გახსენოთ ჩვენ კი ვცემეთ ვიღაცები, მაგრამ თქვენ ხო არ დაგავიწყდეთ. ნახეთ იქ იმ დროს რა ხდებოდა. ერთ-ერთი მიზანი ჩემი აზრით კომისიის შექმნის ეს. ამიტომ ამ ტიპის საკითხებში რომ სწორედ გავერკვეთ ხოლმე და 1 დღის განმავლობაში და 6 თვის განმავლობაში და 6 წლის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ ხოლმე და საზოგადოების დონეზე ეს იყოს რეალური სიკეთე. ამისთვის არის საჭირო მერაბი ის, რასაც ეს ციგნი ლაპარაკობს და ეს არის დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ციტირებული, გამოყენებული, ნაკლებად იმედის მომცემი ციგნი, მაგრამ მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეების რაოდენობა იზრდება და გაიზარდა და მე ვის ვუწოდებ მოქალაქეს. მოქალაქეს ვუწოდებ იმ ადამიანს, რომლისთვისაც 26 მაისის დემონსტრაციის დამბრბევი და ისე მომქცევი და მერეზევით მისი პოლიტიკური ხელმძღვანელი ისევე მიუღებელი და დაუშვებელი ამ ქვეყნისთვის, როგორც აი ამ დღეებში ამ ყველაფრის მომწყობი და გამკეთებელი ადამიანები, მათი უშუალო ხელმძღვანელები და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელი. ეს არის მოქალაქეობრივი პოზიცია. ამიტომ ჩვენ საქართველოს მოქალაქენი რითიც იწყება ეს წიგნი და ეს კონსტიტუცია. მაგ კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი გვყავს პრემიერ-მინისტრად, რომელიც ამბობს სწორედ რომ უბრალო ინციდენტები იყო ეს ხალხი. ხო და ამიტომ ჩვენ კობახიძეს და სხვას კი არ უნდა გადავაყოლოთ ის ქვეყანა და ეს კონსტიტუცია და ეს წესრიგი. ჩვენთვის ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ამიტომ ამბობ რომ მე მინდა გაჩუქო ეს წიგნი, ვიცი გააქვს, მაგრამ მე მინდა გითხრა რომ მე გთვლი ასეთ მოქალაქეთ რომლის იმედი მაქვს და რომლის იმედი შეიძლება გქონდეს იმ ადამიანებს, რომლებიც არ გიცნობენ. და ამითი უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ქვეყანა. ადამიანები, რომლებიც არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ დგავართ მიმღირებულებების დასაცავად, იმ პასუხისმგებლობით, იმ ვალდებულებით, სუგნებავთ ჩვენი ქვეყნის წინაშე და ამას ვამჟღავნებთ, ამას ვაკეთებთ. საკმარისია ყურადღება მოვადუნოთ, საკმარისია რაღაცაზე ვთქვათ, რომ არა უშავს, წინა ხო ამაზე უარეს საკეთებდა, რომ ქვეყანა უკანწავა. კი ბატონო, მადლობა დიდი. ჩვენ საქართველოს მოქალაქენი. ეს არის ნომერი პირველი გასაძლიერებელი ერთობა, რომელთაც დაშენდება სახელმწიფო. ასე ვიღებთ სიტუაციას, რომ მოქალაქეების რაღაც ერთი ნაწილი მიყვება ბოლომდე ამ ხელისუფლებას. ნაწილი ქუჩაში დგას, მაგრამ ნაწილი მიყვება, ხო, ამ ხელისუფლებას და ამას ამართლებს ან არ ვიცი აპრავებს. ამიტომ ის ვინც მიყვება, იცით რა, როგორ არის საქმე? ძალადობაშიც მიყვება. იცით მე ჩვენ ხშირად და ამას აკეთებს წინა ხელისუფლების ზიზღით ძირითადად. ამით ამართლებენ. კი და აი ისინი უარესები. ზუსტად ამაშია, მე არ ვიცი, პოლიტოლოგიურ სამართლებრივ იმას რომ თავი დავანებოთ. ნემსის ქურდიზე და აკლემის ქურდზე ხო ხალხური სიბრძნეა. ეს ვენეციის კომისიას ხო არ მოუგონია. ანუ ამბობს რომ ხალხო, ქურდი არის ქურდი. აკლემს მოიპარავს თუ ნემს. მოძალადე არის მოძალადე. სამ ადამიანს გაუტეხავს თავს თუ ერთს. ქურდი არის ქურდი. ხმას მოიპარავს იმაში არჩევნების დროს და შენ ხმას სხვას მისცემს თუ ტელეფონს ამოგაცვლის ჯიბიდან. ანუ რა, მორალური ზნეობრივი კატეგორიები და ნორმები. ეს არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლების მხარდაჭერა თუ არ ნიშნავს იმასაც, რომ როდესაც ხელისუფლება არასწორს აკეთებს, ეს შენვე უნდა უთხრა ხმამაღლა. შენვე უნდა გააკეთო ეს. სანამ ოპოზიცია აზვირთდება, დიახ, შენ უნდა მოაგვარო ეს ამბავი, იმიტომ რომ შენიანი რო აფუჭებს, იმიტომ რომ მისი 90% რაღაცა შეიძლება მოგწონს, რომ კარგად აკეთებს და 10% არ მოგწონს. ამ 10%-ზე თავიდან და სწრაფად თუ არ უთხრა, რომ არ მოგწონს და მეორე ამბავია, არის უპატიებელი დანაშაულები, უპატიებელი საქციელები, რომელიც ვერ მართლდება წინამორბედით. ან იმის შიშით, რომ ამაზე უარესი არ მოვიდეს. ისევ ძალიან ისეთი მაგალითი, საყოფა ცხოვრებო. სანტექნიკი რომ დაგჭირდეს სახლში და მოვიდა და უყურებ და არასწორად აკეთებს რაღაცას. ეხლა რას იზამ? მანამდე მოსულმა გაგიფუჭა საქმე, ეხლა მოვიდა და ესეც არასწორად აკეთებს. იმის შიშით, რომ უბრალოდ იმის გამო, რომ წინა უარესი იყო. წინაებს გაკეთებული მეწყალს უშვებდა და ეს ნაკლებ წყალს უშვებს, არა უშავს სიტყვი.
ან იმის შიშით რომ ვაი იქნებ ხელოსანი ვერ უნახო არა უშავს სიტყვის თუ არა იმიტომ რომ შენ ამ წუთში ვინც ყავს დაქირავებული ვსაუბრობ ამ წუთში ყავს დაქირავებული ამ წუთში უნდა მოიქცეს იმ სტანდარტებით რაც არის ამბობ იძველი სანტექნიკი მოდის ისევ და ამით აშინდებენ ხავ და იძველი მოვა ისევ ახალი სანტექნიკი არ არსებობს უყურე მესამე არ არის მთელი ამბავი მაგაშია ეს კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი თეზისია დანერგილი ამ კონსტიტუციაში აწერია რომ ისო წინა ხელისუფლება და მეორე ხელისუფლებაო აქ წერია რა სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი უყურე ეს თუ არ გავითავისეთ და არ დავნერგეთ და ეს რას ნიშნავს რომ ჩვენ ხალხი წყვეთ შენ იყო ის იყოს თუ ის იყოს ისინი კი არ წყვეტენ ერთმანეთში როგორ გაინაწილონ რაღაცები ბიძინა მიშას აჯობა მიშა ბიძინას აჯობა ასექნა ისექნა თუ ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით უბრალოდ ისა პასიური ინსტრუმენტები იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა მილიონი მე აქეთ წამოვა ჩემსკენ იმიტომ რომ ძალა ჩემს ხელშია მოქალაქეებმა ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ძალა უნდა დავიმკვიდროთ და ამ პროცესში რაც ხდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსარჩევი არის ზუსტად ეს იმიტომ რომ რამდენ აქციაც არ ჩატარდა ეს ყველა იყო მოქალაქეების ჩატარებული აქცია და რა პოლიტიკური წინამძღოლის ლიდერის რაღაცა მოწოდების გამო გაკეთებული ამბები და უამრავი ადამიანი თავისი პერსონალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და თავისი ნებიდან გამომდინარე აკეთებს ანუ ხელისუფლების წყარო ხალხი რომ არის ის მწიფდება ამ ქვეყანაში აქ გაჩნდა ასეთ თემა რომ კი ბატონო ეს პროცესი როგორც მიდის ნუ ჯერ შედეგი არ არის და ვიღაცებს ოპოზიციაში გაუწევთ ცნობა რომ მოდი ადგილობრივ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა თქვენი ზოგი საერთოდ არ ამბობს ჯერ რომ არ ვიცი რას ვიზამ მაგალითად ლელო რომელიც თევრის თქვენ ხართ და ნუ გახარია და ასე შემდეგ ზოგი ამბობს პირდაპირ ბოიკოტს აცხადებს თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს ის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ სიტუაციაში მე ამ კითხვას კონტექსტის გარეშე ვერც ასე გიპასუხებ ვერც ისე იმიტომ რომ კონტექსტი რაც არის გეტყვით ხო მაგას გეუბნებით ხელისუფლებასთან ბრძოლა ღირს ყველა შესაძლო ასპარეზზე იქ სადაც გაქვს შესაძლებლობა ხელისუფლება მოარყიო რა ის ადგილობრივ არჩევნებზე შეიძლება საუბარი როგორც ადგილობრივ არჩევნებზე იმ ვითარებაში სადაც ვართ ადგილობრივი არჩევნები იქნება ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად თუ მანამდე ცვლილება არ მოხდა ანუ ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მანამდე ცვლილებაზე თორე ის ადგილობრივი არჩევნები მოვა და ადგილობრივი არჩევნები რომ მოვა მერე მასში მონაწილეობას მიიღებ თუ არ მიიღებ თუ ესე მოვიდა ერთი უბედურებაა რატომ იმიტომ რომ იმ ადგილობრივი არჩევნების მეშვეობით თუ ხელისუფლებამ გაიმყარა პოზიცია ანუ ჩაატარა არჩევნები ხო არა თუ ბოიკოტს გამოუცხადებს ოპოზიცია ეს გამყარება ვეღარ იქნება იცით მთელი ამბავი მაგაშია რომ ან უნდა შეძლო არჩევნები არ ჩაატარებინო ეს უნდა მოახერხო თუ ამ ხელა იმაზე მიდიხარ ან უნდა მიხვიდე და ისე დაამარცხო სადმე მაინც მაგალითად თბილისში რომ ფეხზე ვეღარ წამოდგეს ან უნდა კონდეს სხვა სერიოზული გეგმა რომ მანამდე ან მას შემდეგ ჩვენ ამითი მივახცევთ შედეგს მე ასე ვუყურებ ამ პროცესს და რა ისე რომ ადგილობრივ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა თუ არ მივიღო მონაწილეობა არც ერთია სწორი არც მეორეა სწორი თუ ეს არ არის ხელისუფლების შეცვლის ამოცანისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი თუ ეს არის უსასობის განცდა რომ ამ ესენი მაინც მოიგებენ და მაშინ რა აზრი აქვს მონაწილეობას მაიცა თუ ამითი უსასობას აჩვენებ მაშინ უსასობას აჩვენებ იმ თავარ საკითხშიც რომ ისინი უნდა შეცვალო თუ ეს არის გეგმა რომ ამის გამო მონაწილეობით ან არ მონაწილეობით მე ვახცევ 1, 2 და 3-ს მაშინ ერთიც მისაღებია და მეორეც როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების შესაცვლელად აი ესეთ სამოწმენდილზე თუ ვინმე ამბობს რომ წავალახლა და მონაწილეობას მივიღებ რაში მიიღებ მონაწილეობას რომ საკრებულოებში ახლა თუ 3 კაცი ყავს ყავდეს 4 კაცი და თან ამასობაში ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინო პროცესზე ნონსენსია ეს ამასობაში ვინც ამბობს რომ არ მივიღებ მონაწილეობას კითხვა მაქვს გავიგე შენი არ მონაწილეობის შედეგად ამ არჩევნებით ხელისუფლება რას აღწევს ერთი და შენ არ მონაწილეობით რას აღწევ ორი იმიტომ რომ ეს არ არის თეორიული მორალურ-ზნეობრივი საკითხი მხოლოდ ეს არის პრაქტიკულ პოლიტიკური საკითხი ძირითადად პარლამენტში უნდა დარჩენილიყო ოპოზიცია თუ არა ამ საკითხს ძალიან ისეთი მარტივი ამბავია ხოლმე როგორც წესი თავიდან არის ერთი ამბავი რომ უნდა დატოვოთ ეს არის სწორი აუცილებელია მე რო აღმოჩნდა რომ დატოვე და ხო ამითი შედეგს რას მიაღწიე ან რა გაქვს ხელში რა გამოვიდა მე იწყებს ყველა ფიქს იმაზე შედეგი მინდოდა თურმე
ესე იგი, შედეგი რომელიც არის დათვლილი და ასე თუ ისე დამაჯერებელი. ზოგადად კი რომ მე ახლა ამას გავაკეთებ და ამის განსახედიდან არ იყოს ორი პარლამენტის დატოვება? ჩემი ყველა გადმოსახედიდან 1990 წლის მარტში პირველი არჩევნები ჩაინიშნა, რომელიც არ ჩატარდა, იქიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი პოზიცია არის ის, რომ ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენო და თუ შედიხარ სადმე, უბრალოდ მიიღე მონაწილეობა არჩევნებში. შენ როგორც ამომრჩეველს არ შეუძლია შენი უკან გაწვევა, და თუ არ შეუძლია სხვა საკუთარ პერიოდში იყო ეგ ინსტრუმენტი უკან გაწვევის, რომ აღარ მომწოხარ და წავედიო. არა, არჩევნების აქტი არის რა, რომ კარგად დაფიქრდი, ყველას ვეუბნებით და თუ მერაბი გაამწესე თბილისის საკრებულოში, შენ იმას უკან ვეღარ გამოიწვევ, 4 წელი იქ არის. ასეთივე პასუხისგებლობა შეტრიალებული ეკისრება მერაბს, რომ მერაბი რომელიც თბილისის საკრებულოში გაამწესა თბილისელთან ნაწილმა ის ეხლა მისი კერძო საკითხი არ არის იქიდან წამოვა თუ არ წამოვა პოლიტიკური საკითხია და ამ წამოსვლით შედეგს აღწევს ოპოზიცია ერთად წამოსულ იქიდან თუ აღწევდით იმას რომ 90-ზე ნაკლები ხმა რჩებოდა პარლამენტში ოცნებას რომელიც იქნებოდა ძალიან ბევრი თვალსაზრისით გაჭედილი და პოლიტიკურ საარჩევნო დელეგიტიმაციას ემატებოდა კონსტიტუციური დელეგიტიმაცია იმიტომ რომ ამაში წერია რომ 100 პარლამენტის წევრი უნდა იყოს არჩეული რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და თუ იქ 100 კი არა 90-ად არჩებოდა, მაშინ ამას შესაძლოა ქონოდა გადამწყვეტი ეფექტი იმ სხვა ეფექტებთან ერთად. ქუჩა, საერთაშორისო დაწოლა, ავიცი 1000 სხვა ამბები. თუ ეს შედეგი ვერ მიიღწევა, მაშინ შესაძლოა არ დატოვა, ხო ჯერჯერობით. ავიცი ახლა ეს იყო მანამდე სხვა იყო. მე ვლაპარაკობ მოდელზე. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გამო ვერ მოხდა რამე თუ ჩემს გამო. ხალხს უნდა შედეგი. გაჩნდა ასეთი მოსაზრება, მაგალითად აი პირისპალით რამ გამოაქვეყნა წერილი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა თუ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდება პლებისციტი შეკითხვით, სურთ თუ არა ადამიანის საპარლამენტო არჩევნები და პარე მოდი აქ გამოჩნდეს მოსახლეობა რას ემხრობა. ანუ ემხრობა იმას, რომ ჩატარდეს ადამიანის საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდეს. და მე 6 თვეში თუ იტყვის მოსახლეობა პლებისციტზე ადგილობრივ არჩევნებზე კი გვინდა არჩევნები, მაშინ დაინიშნოს ადამიანელი არჩევნები. თუ არ იტყვის და ნუ შეეგუოს ოპოზიციაც ამ ბედს. რას ფიქრობთ იქნება ეს გამოსავალი? ამ სქემას ერთი კომპონენტიც რომ დაუმატოთ, მაშინ შეიძლება მართლა სერიოზულად ვიმსჯელოთ. ერთი თემა არის, რომ ხელისუფლება რომელიც არის ასე ერთპარტიული და ავტორიტარული და მომართული, რომ ერთმა თქვა და ყველა იმეორებს, ეს არ უნდა დაგვემართოს ხოლმე მეორე მხარეს, ოპოზიციური მხარეს, იმიტომ რომ ხშირია რაღაცა იდეა, ინიციატივა და მე მისი იმ ტიპის ჩაქოლვა, რომ ესე იგი აღარ უჩნდება ადამიანს სურვილი რამე თქვას. რაც მეტი იქნება მსგავსი შემოთავაზებები თუ განსახილველი საკითხები, კარგია ეს და უნდა განვიხილოთ. უბრალოდ პირველი რეაქცია ჩემი ის იქნებოდა, რომ როგორი არჩევნები ტარდება, ანუ თვითონ ის აი ერთად რო უნდა გაკეთდეს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. არა, ხო დაუყურეთ, ეს ხო საარჩევნო პროცესია. აქ ხო ყუთია, ბიულეტენია, იმ პლებისციტსაც ბიულეტენი ჭირდება, ქაღალდია, ის უნდა დაითვალოს, ესეც უნდა დაითვალოს. იქ ანუ ყველა ის პრობლემა, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ვნახეთ, მანამდეც არჩევნების დღეს, არჩევნების შემდგომ. ანუ ისე ხო არ გაყალბდება ამაზე ლაპარაკი. ხო, ამიტომ ესე იგი ამ ყველაფერს თუ თან ისა აქვს რომ ამასობაში უნდა იყოს გარანტირებული რაღაცეები და რითი გარანტირებული იქ მელანის ხვანაირი თუ ყუთი აქ უნდა იდგეს თუ ის კანონები რომელიც მიიღეს ახლა და ბევრი რამე გააუარესეს დამკვირვებლების დაშემნაში. ანუ ეს თუ არის გრანდ გეგმა, roadmap-ი, რომელსაც აქვს სერიოზული მხარდაჭერა და თანამონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოების, რომ ეს არის განმუხტვის საშუალება და წინწასვლის საშუალება და ამას აქვს ნდობა მონაწილე მხარეების მხრიდან, ამას აქვს ინსტიტუციური გარანტიები. ასე დროს მთავრობა ყველა შემთხვევაში ამ წუთის მდგომარეობით სადაც ვართ, რამე არჩევნები თუ ტარდება, არსებული დღეს ვინც ხედავ კაბინეტებში ის ხალხი ატარებს, ხო, არაფერს არ ცვლის. ხო, თუ ესე იქ არაფერი არ იცვლება და ასე შემდეგ. მაშინ ეს მოდელი დარჩება რაღაც თეორიულად საინტერესო მოდელად, მაგრამ პრაქტიკულად ნაკლებად რეალიზებად. თუმცა ის ხალხი, ვინც ამ თემებზე ვალდებულია, რომ რამე მოიფიქროს, და ამ შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორებზეც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მხოლოდ იმის თქმა, რომ აი ვიღაცებს ვასანქცირებ, ეს არჩევნები არ მომეწონ და რაღაციდან გაგრიცხე ეს თქვენი, ეს არ არის საერთაშორისო ცხოვრებაში მიღებული პრაქტიკა, იმიტომ რომ
თუ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი და მათი გაგებით ჩვენ ჯერ კიდევ ვართ, ამათ არ უნდა თორე მათი გაგებით ვართ, მაშინ ასე დროს თანამეგობრობის წევრები ერთმანეთს რაღაც სათანადო დახმარებას უწევენ და ჩვენ ვართ მომსწრე ზოგი შედეგიანი და ეფექტური დახმარების და ზოგი უშედეგო. ეს ხან შარლ მიშელის მონაწილეობა იყო და მანამდე ბეიკერის ფორმულა იყო ვარდების რევოლუციის წინ და ბევრი სხვა ფორმულებიც გვინახავს. ანუ ფაქტია რომ ციდან არ ჩამოფრინდება ის საოცნებო არჩევნები. ციდან ვერ ჩამოფრინდება კარგი კანონმდებლობა. ციდან ვერ ჩამოფრინდება რაღაცა ისეთი ჯადოსნური ბურთი, რომელსაც მე მივაბავ თავად ყველას და გავუშვებთ და განათდება და გაფრინდება ქვეყანა. რამე ამ დაგვარი სქემები არის საჭირო და მე მოხარული ვიქნები და გაცილებით პროდუქტიული მგონია, როცა ვიღაცა რაღაცას გთავაზობს, რომ მოდი ასე გავაკეთოთ და შეიძლება გავაკრიტიკო და მე არ გავაკეთო. ვიდრე ის, ვინც ამბობს, რომ არ გავაკეთოთ რაღაცა. იმიტომ რომ არ გავაკეთო, ეგ რას ნიშნავს? არაფერს მაშინ. ანუ რაღაცაზე როცა ამობა არა, მაშინ უნდა თქვა რაღაცაზე, კი, ანუ ეს კი არა ეს. ანუ უნდა იმსჯელო ასეთ თემებზე და შესაბამისად მიხვიდე დასკვნამდე. ხო, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ესეც არ გაყალბდეს. ხო, ეგ არის ახლა მთავარი კითხვა. კი, და ძალიან მნიშვნელოვანია მე რომ ამ თემებზე მსჯელობა საქმიანი და სერიოზული მსჯელობა იყოს ხოლმე. ამ ტიპის განსჯებშიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაც არ მოგწონს ოცნებისგან, რაც არ მოგწონს ავტორიტარებისგან, აქეთ გინდა პოლიტიკური წრეები იყოს, გინდა მედია წრეები, გინდა არასამთავრობო წრეები და ასე შემდეგ. შვიდად განვიხილოთ ყველა წინადადება. და ის წინადადება განვიხილოთ და არა ის ავტორი მომწონდა თუ არა და გუშინ წინ რამე ხო არ მაწყენინა. ახლა წინადადებებია და იდეებია მნიშვნელოვანი. გასაგებია და ბოლოს რომ ერთი კითხვას აქვს, რომ შევაჯამოთ, რითიც დავიწყეთ, ხო, ამ პროტესტის პერსპექტივას როგორ უყურებ? მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი მეტნაკლებად ხელისუფლებაზე მოქმედებს არა პირდაპირ გზით, არამედ უფრო შემოვლით და ირიბი გზით. ანუ ეს ხალხი რომ ქუჩაშია, ეს ახლა ზეწოლას დასავლეთზე რომ მათ გააგზელონ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაზე ზეწოლა და შესაბამისად დასავლეთიც ხედავს, რომ ხალხი ჯერ კიდევ აპროტესტებს არ ეგუება და ისიც აგრძელებს ზეწოლას და აქედან ესე თქვა დასავლეთის გავლით ახდენს ეს პროტესტი ზეწოლას ქართულ ოცნებაზე. მაგრამ ეს რამდენად საკმარისი იქნება? თქვენ თქვით რომ აი სანქციები აწუხებთ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით რაღაც განსაკუთრებული ჩამოშლა არ ეტყობა ამ ხელისუფლებას. ანუ როგორ უყურებთ პერსპექტივას ამ ყველაფერს? ეს ძიმე სათქმელი და გასააზრებელია, მაგრამ სამწუხაროდ გლობალური პროცესები და გეოპოლიტიკური პროცესები ამ კონკრეტული თვეების განმავლობაში არ იყო მთლად ხელსაყრელი იმისთვის, რომ ეს პროტესტი უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანი ყოფილიყო უკვე. ბევრმა რამემ განაპირობა ეს ყველაფერი და დღესაც ასეთად რჩება. უკრაინის საკითხით და უკრაინასთან დაკავშირებული თემატიკით არის მოცული საერთაშორისო საზოგადოება და ის წრეები, ის ლიდერები, ვისი პოზიციონირება და აქტიური მხარდაჭერა და აქტიური ქმედებები არის სუპერ გადამწყვეტი ამ საქმეში. ამიტომ ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. ხელისუფლებას ძალიან დიდი ფსონი აქვს დადებული იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპთან დაალაგებს ურთიერთობებს და ესე იგი ამით მოაგვარებს მე ყველა დანარჩენ პრობლემას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშეს ამ შემთხვევაში მაგიდაზე მოთამაშეს ივანიშვილს ამ შემთხვევაში არ უმართლებს და ის ხედავს ამას და რაღაც ვისაუბრეთ საკადრო გადაადგილებები და სხვა რაღაცები შესაძლოა ამაზე ძალიან კაფეოდ მიანიშნებდეს და ეს თემა გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ჩემი აზრით. ანუ საერთაშორისო ვითარება როგორ წავა? კი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა აი წამოვალთ და აპელირება ისევ იქეთქება, ხო? აბა ესე იგი ის რეზოლუცია როგორ იქნება, სანქცია საიდან იქნება და ასე შემდეგ. რატო? იმიტომ რომ ამიტომ ამბობ ეს პროტესტი ამისთვის არ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი არ შეეგუოს ვითარება. და არ თქვას რომ აი ქართველი ხალხს აღარ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში და მოდი ჩვენც დავულაგდეთ. ანგარიშს რას უწევს ხელისუფლება, ამაზე უნდა გავაკეთოთ ხო აქცენტი? რა არის მნიშვნელოვანი? დიახ, პროტესტი ქუჩაში გამოსული იქნება ეს ხალხი თუ ქუჩაში გამოსulis მსურველი, ანუ პოტენციურად მათ იციან, რომ ზოგან ისიც ვთქვით ხო რაღაც ნოემბრის 1-მა გადაწყვეტილა, მე რაღაც გამოიწვია. იციან რომ შესაძლოა საბედისწერო შეცდომა თვითონვე დაუშვან
ის ხალხი არსად წასულა და ორი იმდენი დადგება თუ დადგომაში დაინახავს რაღაცა შედეგს, საჭიროებას ასე შემდეგ. ეს მათ იციან. მათ მომხრეთა რაოდენობა არ გაზრდილა ქვეყანაში. მათი რიგები არის სერიოზულად დემორალიზებული შიგნით და ამას მე დემორალიზებას მე რა წამალი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა ის ქნა დისციპლინა დაამყარო და მეტი რაღაცა სიმკაცრე. ეხლა ეს წმენდაც ამ ამბავს ემსახურება, რომ ემან ვინმემ რამე სხვა ანუ ხო იყო ხისტი, ყველა ავტორიტარული სისტემა ხისტია და ეს ხისტის ხარისხი გაიზარდა. ამიტომ პატარა ბზარს შეუძლია ხოლმე მე ჩამოაქციოს ეს ყველაფერი. ხო და კი ეს პროცესები ერთმანეთს აძლიერებს ისე როგორც ადამიანებს, რომლებსაც ცვლილება სურთ, გაფაციცებით ადევნებს თვალს რაღაც ნიუსებს, ხო, აბა რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა დავითაშვილის იქ-ყოფნაზე. რა თქვა, აბა კარგად ჩაურმავდეთ, კერძო შეხვედრის დეტალებს არ გავახმაურებთ, ხო. როდის აქეთ გახდა ვიცე-პრემიერის ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტში კერძო შეხვედრა. აი ახლა, იმიტომ რომ ოფიციალურ შეხვედრის დონეზეც კი არ აწიეს ეს შეხვედრა. ეს რაღაცეებს ხო ნიშნავს, ამას ხო ყურადღება მივაქციეთ. და ხო თქვენს რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უთხარით რა უნდა გადადგას რომ ჩვენ ამ თავისთავად ამ განცხადებამ სერიოზული შედეგი იქონია. გავიცანოთ ოვალურ ოფისში ტრამპის ზელენსკის ის პირველი ჯახი. ამან ნებისმიერ საღათ მოაზროვნე ადამიანს გაგვიჩინა ის რომ მოიცა აქ თუ ასე წავიდა საქმე საქართველოსთან დაკავშირებული ამბები კიდევ ის როდის რა კონტექსტში გაახსენდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენი ვერ მოვასწარით, ვერ მოვახერხეთ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება, რომელიც უსაფრთხოების ქოლ გაიქნებოდა ამ თვალსაზრისითაც. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, მადლობა დიდი გადაცემა. მადლობა.